მეგობრებო, უნდა გაიგეთოთ ესეთი გაშლა ახლა. მიხართ მისთვის. ჩაიფიქრეთ თქვენი თავი, თქვენი პარტნიორი. იფიქრეთ თქვენ სიტუაციაზე და გავიგოთ რა ხდება თქვენ ურთიერთობაში, იმისთვის რომ მივხვდეთ საერთო გაშლა, რამდენად ეს გაშლა იქნება თქვენი. იცით რომ საერთო გაშლა ყველასი ვერ იქნება, მაგრამ ლაიკები ყოველთვის უნდა აქტიურად გამოიყენოთ ჩემთან მიმართებაში. ენერგო ცვლისთვის რა ურთიერთობაა თქვენ რა ხდება თქვენ ურთიერთობაში რომ მივხვდეთ თქვენი ეს გაშლა თუ არა. შვიდიანი მაღალი არკანი ამოდის, წინსვლა გაქვთ. ეს შეიძლება იყოს წინსვლა პროგრესის მხრივ, შეიძლება იყოს წინსვლა ცხოვრებისეული გადაადგილების მხრივ, ტერიტორიული გადაადგილების მხრივ, უბრალოდ ცხოვრებისეული კი არა, ანუ სადღაც გეგმავთ წასვლას, უკვე გადაბარგდით, გადაცხოვრდით, უკვე რაღაცა ახალი გეგმები და წინსვლის მიზნები დასახულია ყველა ვარიანტში ამ კარტით. პრინც ჟეზლად ამოდის თქვენი პარტნიორი ამ შემთხვევაში გაშლა ორივე სქესისთვის არის მამაკაცებმა თქვენ თავზე მოერგეთ. ეს არის ძალიან ცეცხლოვანი, ძალიან მიდიმოდი ტიპაში, შეიძლება ძალიან ბევრს მოგზაურობს საერთოდ მომდის ასე უყვარს მოგზაურობა და ძალიან ხშირად გადაადგილებებშია ქალაქ შიგნით ქალაქ გარეთ საერთოდ დასასვენებლად უყვარს სამოგზაუროდ სიარული ძალიან ცეცხლოვანია, შეიძლება ცეცხლის სტიქიას წარმოადგენდეს, არ არის ამ კარტით გამორიცხული, ვერძილო მიმშულოსნის ნიშანი იყოს, მაგრამ საერთო გაშლაში არ არის აუცილებელი. ძალიან შრომელია, შრომაც უყვარს, ერთ ადგილას ვერ ისვენებს, ძალიან აქტიურია, ტემპერამენტიანია, ძალიან მოძრავია, ცეცხლია, ესე იგი, მის ენერგიებში ძალიან ბევრი და თქვენი კარმული პარტნიორია 20 მაღალი არკანი გუჩვენებს. ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნებები ხართ ერთმანეთის ცხოვრებაში და ძალიან ესეთი შეიძლება სიტუაცია გაქვთ, სადაც ეხლა განაახლეთ სიტუაცია და ესე სწრაფმავალ რეჟიმში მიმდინარეობს წინსვლა, უკვე პროგრესი ხედავთ ამ ურთიერთობის, იქნება ასეთი ნაწილიც, რომ აი განაახლეთ, თავიდან დაიწყეთ ურთიერთობა, იქნება ესეთი მომენტი ადამიანების, ვინც უბრალოდ წინსვლით მიდიხართ ხელი-ხელ ჩაკიდებული ერთმანეთთან ურთიერთობაში, თუმცა რაღაც პერიოდები მოლოდინის რეჟიმი შეიძლება ამ ურთიერთობაში გქონდეთ, რაღაცას ელოდებოდით პარტნიორისგან ქმედებას, მდგომარეობას, მოძრაობას, სიტყვას, ნაბიჯებს თქვენთან მიმართებაში, ეხლაც შეიძლება იყოს ადამიანები, ვინც აი ამ გადაადგილების, აი ამ წინსვლის მოლოდინში ხართ, რომ აი აქტიური უკვე ნაბიჯები როდის იქნება სერიოზული რაღაცა თქვენ ურთიერთობაში, ისეთი, რასაც დიდი ხანია შეიძლება ელით არ არის გამორიცხული, მე-20 მაღალი არკანი ეს არის ადამიანი, რომელიც კარმით, მაღალი ძალებით არის თქვენ ცხოვრებაში შემოსული და ტყუილა უბრალოდ არც ერთ ვარიანტში, არც ერთი ადამიანი არ შემოდის არავის ცხოვრებაში, მაგრამ ეს ის მომენტია, როცა მაღალი ძალები თავად აი უკვე საყვირის ხმა ისმის, რომ ერთმანეთისთვის განკუთვნილი პიროვნებები ხართ, ერთმანეთის ბედი ხართ, თქვენ ესე იგი რაც არ უნდა კონფლიქტი მომხდარიყო, რაც არ უნდა პრობლემები ყოფილიყო თქვენ ურთიერთობაში, ეს იყო რაღაცა ტესტირება ერთგვარი თქვენ ურთიერთობაში, რომ აი ეს პრობლემებს როგორ გადალახავდით, როგორ სერიოზულად მოეკიდებოდით ამ ურთიერთობას, ამ სიყვარულს, რამდენად გაითავისებდით და გადალახავდით, ასე ვთქვათ, ეტაპებს ერთად. ერთგვარი ტესტირების მომენტი შეიძლება გამორიცხული არ არის რომ გქონდეთ. მოკლედ თუ ასე თუ ისე ატყობთ რომ ენერგია თქვენია, მაშინ უყუროთ, გავიგოთ თემატიკა იყო ვინხართ მისთვის, გავიგოთ უკვე ამ კარტებიდან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გავიგეთ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები ხართ ტავტოლოგისთვის ბოდიში, მაღალი ძალებისგან მოვლენილი ხართ მის ცხოვრებაში, კიდევ რა უნდა ვთქვა, ვიძახი და აგერ დავფარავ რომ არ დაიბლოკოს ვიდეო. ეს არის უკვე მე-6 მაღალი არკანი, ასევე კარმულ კარტს წარმოადგენს, რომელიც არის შეყვარებულები, lovers ქვია ასე. ეს არის პარტნიორი საბედისწერო შენ ცხოვრებაში, ეს არის უკვე შეიძლება ვიღაცისთვის მეუღლესთან მიმართებაში უყურებთ
ამ გაშლას და გაინტერესებთ ეხლა ვინ ხართ მისთვის. ეს არის ადამიანი, რომელიც არის შენი კარმა, შენი ბედი, შენი სუნთქვა, შენი სიყვარული. ნუ რა შემიძლია ვთქვა, პირველივე კარტი იმითი, რომ შეყვარებულები ამოდის, ვინ ხართ მისთვის უსაყვარლესი ადამიანი, მისი საბედისწერო ადამიანი, რომელიც საერთოდ ცვლის მის მდგომარეობას, მის ემოციურ ფონს, თუ დავიწყებთ ემოციური ფონით, მის ცხოვრებისეულ სტილისტიკას, მისი რაღაცეების შეცვალეთ, მიდგომა შეცვალეთ, ცხოვრებისეული პასუხისმგებლობა გაეზარდა, ნუ თუ მეუღლეზე ვსაუბრობთ, აქ ოჯახის მიმართ, საკუთარ პასუხისმგებლობას გრძნობს მეუღლის მიმართ, აბსოლუტურად მაქსიმალურად უნდა რომ ძალიან დაფასებული და მოსიყვარულე მეუღლე იყოს თქვენთვის და ეს ასე ვთქვათ გრძნობს რომ მისთვის ხართ ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი ვერ გადახაზავს და ვერ გადაუსვავს ხაზს, რაც არ უნდა პრობლემები იყოს. შვიდიან 100 ამოდის აქ არის ადამიანის მხრიდან, ნუ გამუდმებული ემოციური ფონი, ფანტაზიები, დაწყებული, ესე იგი სასიყვარულო ფანტაზიები, ცოტა ისე ვიტყვი რომ არ დაიბლოკოს ეროტიული ფანტაზიები, აქ შეიძლება იყოს ფანტაზიები მომავალთან დაკავშირებით, გადაცხოვრებასთან დაკავშირებით, თუ გეგმაში გაქვთ სხვა ქვეყანაში ცხოვრება, სხვა სახლში ერთად ცხოვრება და ასე ვთქვათ შეიძლება აი ამ გადასვლის თემატიკას განიხილავთ ახლა და ახალ სახლში გადადიხართ, ან ახალ რაღაცა მნიშვნელოვან საფუძველს უყრით ურთიერთობაში და აი ამ ყველაფერზე ეს ადამიანი გამუდმებით ოცნებობს და ფანტაზიორობს და ძალიან ისეთი ვარდისფერი სათვალეები შემიძლია ვთქვა, რომ აქვს მას თქვენთან დაკავშირებით და ძალიან ბევრს ფანტაზიორობს. სამიან პენტაკლი კალოდის სირში მიჩვენებენ, ეს არის ადამიანი, სადაც ან კიდევ ვიმეორებ, განახლებული გაქვთ სიტუაცია და ახლიდან დაიწყეთ ამ ადამიანთან ურთიერთობა, შესაძლებელია პაუზა გქონდათ ცხოვრებისეული, ასე ვთქვათ და ეხლა რაღაცა გაითავისა ამ ადამიანმაც და თქვენც რომ შანსი მისცეთ ამ ურთიერთობას, ოჯახი არ დაგენგრეთ როგორც ასეთი სიტუაცია შეიძლება იყოს რაღაც ნაწილისთვის, შესაძლებელია რაღაცეები გიქმნიდათ მანამდე პრობლემას. თუ არა და შესაძლებელია სხვა დანარჩენი პროცენტისთვის იყოს ახალი სრულიად ურთიერთობა, სადაც ადამიანი მზად არის სამიან პენტაკლით ჩადოს თავისი დრო, ენერგია ამ ურთიერთობის კარგად და ღრმად შესწავლისთვის, მაქსიმალურად კომფორტული ურთიერთობისთვის, ჰარმონიის ჩამოყალიბებისთვის, ასევე ნაწილი იქნება ვისაც სამუშაო რეჟიმი მაპატიეთ გაერთიანებთ და ეს ასე ვთქვათ სამუშაო რეჟიმშიც კი ერთად მუშაობთ ურთიერთობებზე შესაძლებელია ორივე მხრიდან არის, მაგრამ მისი მხრიდან განსაკუთრებით მკვეთრად არის გამოხატული, რომ აი რაღაცას ხატავს, ფორმულას ადგენს, ხაზავს, სიზუსტით უნდა რომ გამოვიდეს ყველაფერი შეცდომის გარეშე, ამჯერად მაინც თუ მანამდე შეცდომები ჰქონდა, ამჯერად მაინც ჩამოთალოს ეს ურთიერთობა, აი აქ განახებთ თლის ადამიანი ქანდაკებას ჩაქუჩით და არ ვიცი რა რაღაცა რკინის უჭირავს, სადაც მაქსიმალური სიზუსტით უნდა გააკეთოს ყველაფერი, არ უნდა შეეშალოს, იმიტომ რომ შეიძლება გაიბზაროს სხვა ადგილას, რომ ის ჩაქუჩი ჩაარტყას, როგორც ასეთი. ამიტომ მაქსიმალურად ცდილობს, რომ არ შეეშალოს, არ გაწყენინოთ, იმიტომ რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ, შეყვარებულია თქვენზე, მაქსიმალურად უნდა რომ ჰარმონიაში იყოთ მასთან, მის გვერდით. აქ სამიანი შეძლია მოვიდა უკუღმა თქო, მაგრამ კალოდა მიჭირავს უკუღმა, რაღაცა მოლოდინის რეჟიმი აქვს ამ ადამიანს, მოლოდინი აქვს, შეიძლება მისი სამუშაოდან და ფინანსებიდან გამომდინარე შესაძლებელია ვინმეს დასტურს ელოდება, რომ აი უკვე გაქვთ საშუალება, რომ გადაცხოვრდეთ სხვაგან, თუ გადაცხოვრებაზე და სხვა სახლში და სხვა ადგილას ერთად ყოფნაზე ვიტყვით, რაღაცის მოლოდინშია, ყველა ვარიანტში ვიღაცისგან რაღაცას ელოდება, იმისთვის რომ უკვე ეს თავის ფანტაზიებს ხორცი შეასხას, კიდევ ვინ ხართ იმისთვის ერთი ორი სიტყვით რომ მოვასწრო, მზე. ნუ რა შემიძლია ვთქვა, მზე ეს არის მე-19 მაღალი არკანი და იმდენი მაღალი არკანები ამოვიდა, რომ ეს არის უზადოდ ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება ხართ მისთვის. მზე შეიძლება ვთქვა, როგორც შეიძლება ასევე თქვენს ცეცხლის სტიქიას წარმოადგენთ და პირდაპირ გაგებით შეიძლება ლომი ბრძანდებით და ამას აჩვენებდეს კარტი, მაგრამ ვინ ხართ მისთვის, ხართ მზე, სითბო, ადამიანი ვისთან ერთადაც უნდა ცეკვა, უნდა დუეტში ცხოვრება.
სიმღერა, ყველაფერი საუკეთესო და თქვენთან ერთად თბება და ბედნიერი ხდება მისი ემოციური ფონი, თუმცა კალოდეს ძირში ეხლა არის რაღაც მოწყენილობის და აპათიის მდგომარეობაში, მაგრამ მისთვის ხართ შეზლის დედოფალი, ცეცხლის დედოფალი, ძალიან ტემპერამენტიანი, მიზიდვა